საღამო მშვიდობისა. მოგესალმებით, დადგა კიდევ ერთი პარასკევი, რაც რა თქმა უნდა იმას ნიშნავს, რომ ლოტო 642 დაიწყო და გვაქვს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი შანსი იმისა, რომ გავხდეთ მილიონერები. დიახ, მით უმეტეს რომ ჩვენი 1,929,205 ლარი გვაქვს ამჯერად გასათამაშებელი, რომელიც წამიწამზე ისევ იზრდება და იზრდება და ვინ იცის რამდენ მილიონს წაიღებთ ადამიანი, რომელიც იქნება იღბლიანი. მოკლედ, გავათამაშოთ დღეს, გავათამაშოთ. მეორე საპრიზო კატეგორია ძალიან გვინდა რომ გავათამაშოთ, იმიტომ რომ 97,000 ლარს ის გაცდა, შესაბამისად, დღეს არის 734 ტირაჟი და დიდი იმედი მაქვს რომ ის იღბლიანი აღმოჩნდება როგორც თქვენთვის, ასევე ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ თქვენზე მეტად გვინდა რომ ეს ბედნიერი დღე დადგეს. ხოდა დავიძარით 3 2 1 აბა თქვენიცით ჩვენო ფერადო ბურთულებო აბა რომელიც ამოვა რომელი ბურთი და რომელი რიცხვი გახსნის თამაშს დღეს ნახოთ და ის გახლავთ ნომერი 5 ხუთელმა ბურთმა გახსნა რაღაცა ხუთიანით რომ ვიწყებთ რაღაც მახარებს ეგ ამბავი რამეს ნიშნავს ეს ზურა არ ვიცი რამეს ნიშნავს თუ არა მაგრამ ხუთი ყველას გვახარებდა ხოლმე ბავშვობაში როდესაც მეორე მომგებიანი ბურთი 32-ია 32 მე პირადად ძალიან მიყვარს ეს რიცხვი სხვათა შორის მართლა აჰა 34-ზე რა კომენტარს გააკეთე 34-საც რას დაუწუნებდა კაცი მეც ვერაფერს თავარია ჩვენმა მაყურებელმა და ლოტო 642-ის მოთამაშეებმა არაფერი დაუწუნონ და უნდათ ეს ციფრთა კომბინაცია აი 38 უკვე რაღაცა სერიოზული განაცხადია 34 38 ეს სულ რაღაცა სამიანებსა და ორიანი შემოგთავაზა ამჯერად მეხუთე მომგებიან ბურთა ჩვენმა ლოტოტრონმა და დაველოდებით მეექვსე მომგებიან ბურთს რომელიც მოგორავს და რომელიც გახლავთ 9 გვაქვს უკვე 6 ძირითადი ბურთი შესაბამისად თუ ჯეკპოტი გათამაშებულია იცის რომელიმე თქვენგანმა ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გათამაშებულია და ამას მალე ჩვენც გავიგებთ 21 გახლავთ ბონუს რიცხვი და მოდი კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ 5 32 34 38 2 9 და ბონუს რიცხვი გახლავთ 21. ძალიან გვინდა რომ ჟივილხივილი იყოს ტელეეკრანებთან. ახლა და ჩვენს გადმოგვედოს შემდეგ ეს სიხარული და დავხტოდეთ აქ სიხარულით და ბედნიერებით თავის დავაცხადია. რომ ვიდრე შედეგებს გავიგებდეთ, მანამდე რუბენ ფერაძის სიხარული აუცილებლად გადმოგედებათ. ის მესამე გზის გამარჯვებული გახლავთ. იღბლიან ლარში, მან 5,000 ლარი მოიგო და მოდით ეს ადამიანი კიდევ ერთხელ გავიცნო. ყველაზე იღბლიანი ადამიანის ტიტულის მფლობელი. ნახოთ ამას ივიჭეთ. ბატონო რუბენ, კიდევ ერთხელ გილოცავთ მოგებას. ძალიან გვიხარია, რომ მოგვიწია თქვენთან მესამედ მოსვლა და მოლოცვა. თქვენ ბრძანდებით ყველაზე იღბლიანი მოთამაშე ლატარიის გათამაშებებში. დღეს ჩვენ მოგიტანეთ 5,000 ლარი, მომენტალურ ლატარია იღბლიან ლარში და თქვენ დაგვახვედრეთ ძველი მოგებების ვაუჩერები. აბა გვანახეთ რა მოგებები გაქვთ 109,232 ლარი რომელიც გადმოგეცით ახალ წლებზე ასევე ეს 29,553 ლარი ოქროს ბურთში როდის მოიგეთ გასული წლის ოქტომბერში ლატარიის ისტორიაში ერთ-ერთი საოცარი ისტორია როდესაც ერთმა ადამიანმა მოიგო ესოდენ დიდი თანხები და ჩვენ იმედი გვაქვს რომ ამაზე არ გაჩერდებით. მოკლედ 2 წელიწადში. 2 წელიწადში. სამდენ მოვიგე. საერთოდ კარგი თანხაა. ლატარიაში ბატონი რუბენის მოგების ისტორია ყოველთვის мотиваცია იქნება იმისთვის რომ გააგრძელოთ ლოტოს თამაში, არ შეწყვიტოთ, დაელოდოთ იღბალს, ის აუცილებლად გესტუმრებათ. გახსოვდეთ იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას. ბატონო რუბენ, გაგიასმაგდეთ, აი ეს მოგებები წარმატებას გისურვებთ და თქვენი წყალი გადასმოდეს ლოტო 642-ის მოთამაშეებს. როდესაც სტაბილურად, აქტიურად თამაშობ ლატარიას და ამის დასტური არის ბატონი რუბენი. რა ხდება ჩვენ? სტაბილურობაზე გამახსენდა, მოკლედ შედეგები გამოჩნდა ეკრანზე. დღეს მეხუთე, მეექვსე კატეგორიებში გვყავს გამარჯვებულები. ჯეკპოტი და მეორე კატეგორია გაუთამაშებელია შესაბამისად. ემზადება. იყავით და გათამაშებთ. იყავით სტაბილურები, შეავსეთ ერთი ბილეთი მაინც გათამაშებიდან გათამაშებამდე და იღბალი თქვენთანაც აუცილებლად მოვა. ბედნიერი შაბათ კვირა. შევხვდებით სამშაბათს ერთმანეთს ამ სივრცეში. დროებით.